ახალ ენერგიებს შემოიტანს დადებით სასიამოვნოს 2026 წელი. რა ენერგიებს გააქტიურებთ თქვენს ცხოვრებაში? აირჩიეთ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი, პირველი ან მეორე ვარიანტი. პირველი, მეორე ვარიანტი. დამწერეთ კომენტარში, რომელი ვარიანტი აირჩიეთ. დავიწყოთ პირველი ვარიანტის განხილვით. სანამ ვარიანტების განხილვაზე გადავალ, შეგახსენებთ, რომ პირადი გაშლებითი შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ზე, Viber-ზე, ასევე მაქვს 2026 წლის პროგნოზი აქციით და შეგიძლიათ ნახოთ ჩემს გვერდზეც. დავიწყოთ ახლა პირველი ვარიანტით. პირველ ვარიანტს საოჯახო საკითხები დაგილაგდებათ. შესაძლებელია ოჯახური კავშირები, სახლის თემები, გამთლიანება, ჰარმონია შემოვიდეს, სიმშვიდე შემოვიდეს, ვიღაცა გაგიბედნიერდეთ ოჯახის წევრი, არ გამოვრიცხავ, მასაც საკმაოდ ესეთი ოჯახური ენერგიები, კავშირი, შერწყმა, ეგრეგორის გაძლიერება, საგვარეულოს ნათესავებთან კავშირი და გაძლიერება იქნება საკმაოდ 2026 კმაყოფილებს გხედავთ საკმაოდ ნასიამოვნებს. შეიძლება დიდი ხანია რაღაცა შედეგისთვის იღწვით პირველი ვარიანტი და აი 26 წელს მიიღებთ ამ შედეგს ძალიან გახარებულები, ბედნიერები, არ ვიცი, აი კმაყოფილები, უდიდეს სიხარულში გხედავთ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მხოლოდ თქვენი შრომის შედეგი იქნება და ციდან საჩუქრები არ ჩამოგიცვივათ ნამდვილად, იმიტომ რომ აქ თუ არაფერი არ გიშრომიათ წინა წლებში, თუნდაც წინა პერიოდში არაფერი არ იქნება. თუ ბევრი იშრომეთ, შედეგი კარგი გექნება, ძალიან სასიხარულო. თუ რაღაცას გეგმავთ დიდი ხანია ელოდებით, მიიღებთ აი ამ შედეგს. რაც შეეხება მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტთან ცოტა რთულად არის საკითხი. რთულად როგორ თქვა, წარმატებას მიაღწევთ ნამდვილად, მაგრამ ბევრი ბრძოლაში გხედავთ, რომ იქნებით. შეიძლება ძალიან რთული სიტუაციების გავლა მოგიწიოთ, ბევრი გამოცდის ჩაბარება მოგიწიოთ 2026 წელს, რათა საბოლოო ჯამში მიხვიდეთ იმ წარმატებამდე, იმ წერტილამდე, სადაც თქვენ სიტყვით, სადაც თქვენ დაფნის გვირგვინს და გამარჯვების გვირგვინს დაიდგავთ. ამის თქმა ნამდვილად შემიძლია. აქ ჩანს, აი როგორ ვთქვათ, არასასურველი გარემო. შეიძლება იყოს არაჯანსაღი კონკურენცია, ზურგს უკან მტრები გყავდეთ, ვიღაცები ფეხის წამოდებას ცდილობდნენ, თქვენს განადგურებას, თქვენს დაცემას. არავის არაფერი არ გამოუვა, აქ საბოლოოდ მაინც თქვენ იმარჯვებთ და ყველაფერს დაუმტკიცოთ, რომ თქვენ ხართ ისეთ სწორი და მართალი, მაგრამ რთული სიტუაციები, აგრესიული ფონიც მომეტებულია, ბრძოლა ბევრია, კონფლიქტური სიტუაციები ბევრია, მოდუნებული პერიოდი არ გექნებათ, შეიძლება გაიმარჯვოთ და თქვენი სიმართლე თქვათ, მაგრამ იმდენი ენერგია დახარჯოთ, ან ვიღაცეები დაკარგოთ გარშემო ამ ბრძოლაში და გამარჯვებაში ყველამ თავის სახე დაგანახოთ, რომ გულიც კი დაგწეთ და თქვათ, რომ ღირდა კი ეს გამარჯვება იმათ, რასაც მივაღწიეო. მოკლედ, ბედნიერ წარმატებულ წელს გისურვებთ, იმედია, რომ ყველაფერი კარგად გექნებათ.